მოგესალმებით, ეთერშია გურის ახალი ამბები, მე თამთა დოლიცე ვარ. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს რეპრესიული კანონები, დაასრულოს ევროკავშირის წინააღმდეგ ნარატივების გავრცელება, დაუბრუნდეს 9 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რომელიც გათვალისწინებითაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი. საბჭო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მომავლისკენ სწრაფვას მხარს უჭერს. თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ქმედებები არ შეესაბამება მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი. საბჭო სიდანულით აღნიშნავს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მე-7 ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ეს რეკომენდაციები შეასრულოს და ვიზა ლიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს. საბჭოს კვლავ აქვს მტკიცე მოლოდინი, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხმდრის მიმართებით. ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვამდე გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურებიან თბილისში. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობით გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც. არაფერი უცნაური ამ შეფასებებში არ არის. ის რომ ჯერ კიდევ საქართველოსად მასოს ინტერესი და გვაფასებენ, ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველო ჯერ კიდევ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ევროკავშირს ადარდებს კანდიდატი ქვეყნებში, როგორ არის იმ ფასეულობების და იმ მთავარი პრინციპების მდგომარეობა, რომლის გარშემოც არის შექმნილი ეს კავშირი. ამიტომ არის ეს ინტერესი და არა იმიტომ, რომ ვიღაცას რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. მე ამ ასე ვთქვათ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალზე და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართული ხალხის წინააღმდეგ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაც შეეხება კანონმდებლობას, თქვენ იცით რაზეა საუბარი? საუბარი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე. და აქ არავითარი კრიტიკის საფუძველი არ არსებობს. რეალურად ჩვენ ამ კანონმა მოგვცა ყველაფრისთვის სახელის დარქმევის საშუალება და ეს ხო ამ კანონის მთავარი მიზანი, ყველაფრის დაერქვა თავისი სახელი, დაერქვა სახელი ეგრეთ წოდებულ NGO-ებს, ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო საზოგადოებას, უცხოურ აგენტურას დაერქვა რეალურად თავისი სახელი და საბოლოო ჯამში ეს არ მოწონს ვიღაცას ევროპულ ბიუროკრატიაში. სხვადასხვა ვადით ჩამორთმეულ მართვის მოწმობებთან დაკავშირებით ამინისტიის შესახებ კანონპროექტი იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ის 2026 წლიდან უნდა ამოქმედდეს. კანონპროექტის მიხედვით ამინისტია შეეხება ყველას, გარდა მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა, გასაღებას გულისხმობს. ამინისტია ასევე არ შეეხება იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პირისთვის ჩამორთმეულ მოწმობას, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან გარდაცვალება მოჰყვა. სტატისტიკური მონაცემებით სხვადასხვა მიზეზით სულ 35455 მართვის მოწმობაა შეჩერებული. ამინისტიასთან ერთად უქმდება კანონის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს შესაძლებლობას აძლევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა სისრულეში იქნება მოყვანილი საქართველოს პარლამენტის მიერ და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ჩამორთმეული მართვის მოწმობები, მათი რაოდენობა 35000-ზე მეტია, მაგრამ დაახლოებით 23000-ზე მეტ ადამიანს უკან დაუბრუნდება მართვის უფლება ეტაპობრივად 2026 წლის 1 იანვრიდან იმ პირებს, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობები ქულების განულების გამო, ხოლო 1 თებერვლიდან ვისაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ჩამოერთვათ საავტომობილო მართვის უფლება, მოდროულად მეორე მხრივ მკაცრდება კანონმდებლობა და პირებს აღარ ეკდებათ ბუდინი იმისა, რომ უფლების შეზღუდვის ნახევარი გავა, ისინი მიმართავენ პოლიციას და შეიძლება რომ მართლმოწმობები დაიბრუნონ. ეს არის დაბალანსებული მიდგომა. მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტი, რომლის შესაბამისად ათასობით ადამიანი დაიბრუნებს მართვის მოწმობას, ამავდროულად ეს იქნება გაფრთხილება ყველა იმ პირისთვის, ვისაც გააჩნია მართვის მოწმობა, რომ შემდგომი დარღვევის პირობებში ის შეღავათები, რაც კანონი ითვალისწინებდა, აღარ იქნება მათ მიმართ გამოყენებული და უფრო მეტად მკაცრი მიდგომა იქნება სახელმწიფოს მხრიდან. ეს ეჯირადი ჰუმანური აქტი არის იმის საშუალება, რომ კიდევ ერთხელ კარგად გაიაზრონ ჩვენმა მძღოლებმა, რომ საჭის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში ეს არის მკაცრად დასჯადი ქმედება
და სახელმწიფო იმ პირების მიმართ, ვინც სამქმედებას განმეორებით ჩაიდეს, ბუნებრივია, მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ინიციატივა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდა და ერთჯერადად იმ ადამიანებს, ვისაც შეზღუდული ჰქონდათ მართვის უფლება აღუდგეთ, მიეცეთ მათ საშუალება დაკავდნენ ეკონომიკური საქმიანობით, ასევე გადაადგილდნენ ავტომობილით, მაგრამ ეს არის შემდეგი შანსი იმისათვის, რომ განმეორებით მათ აღარ ჩაიდინოს მსგავსი ქმედება. სამტრედია გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა ლანჩხუთი ლესას 8 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ახალი მონაკვეთი. აღნიშნულ მონაკვეთზე მოწყობილია 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას 2 სატრანსპორტო კვანძი. სამტრედია გრიგოლეთის მესამე მონაკვეთი გადის გურიის რეგიონში და გვერდს აულის ქალაქ ლანჩხუთისა და სოფლების ვიმბალაურის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის დასახლებულ ნაწილს. სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო მოცულობა 324 მილიონი ლარია. დღეს ჩვენ ხსნით ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთს ჩვენი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ეს არის სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი 8 კილომეტრიანი მონაკვეთი, ეს არის უფრო კონკრეტულად ლანჩხუთი ლესას მონაკვეთი, რომელიც არის 4 ზოლიანი და არის უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების გზა, რომელიც 3 ახალ ხიდს მოიცავს და ასევე 2 სატრანსპორტო კვანძს. სხვადასხვა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ განიტვირთება ქალაქი ლანჩხუთი, ასევე მიმდებარე სოფლები. დღევანდელი მონაკვეთი, ეს 8 კილომეტრიანი მონაკვეთი არის 12 კილომეტრიანი სამტრედია გრიგოლეთის გზის შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა, სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება მთლიანად ამ მონაკვეთის მშენებლობა. აქტიური ტურისტული სეზონისთვის დასრულებული გვექნება ამ გზის მონაკვეთის კიდევ 6 კილომეტრი, რომელიც გაიხსნება გაზაფხულზე. ასევე ეს არის გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის გახსნასაც ასევე გაზაფხულზე შევძლებთ ჩვენ და ფაქტიურად ბათუმში ჩვენ შეგვეძლება თუ არ ჩავთვლით სამტრედიის მონაკვეთს, სადაც საზოგადოების ცნობილია, რომ გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ აქტიურად მუშაობთ ამ პრობლემების მოგვარებაზე. შეგვეძლება უკვე ჩქაროსნული მაგისტრალით მგზავრობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის განხილვა დაიწყო. ამჯერად ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტის პარამეტრებსა და პრიორიტეტებზე აგრარულ საკითხთა ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების საკითხების და სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიების ერთობლივ სხდომაზე იმსჯელეს. მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი 48.070.000 ლარით განისაზღვრა. კომისიებმა დარგების შესაბამისად ბიუჯეტი მუხლობრივად განიხილეს და აღმასრულებელი ორგანოს საფინანსო სამსახურის წარმომადგენლებისგან საკრებულოს შემუშავებულ რეკომენდაციებსა და წინადადებებზე არგუმენტირებული პასუხები მოისმინეს. ოზურგეთში საახალწლო ნაძვის მონტაჟი მიმდინარეობს. ქალაქის მთავარ მოედანზე სხვადასხვა დეკორაცია მოეწყობა. ნაძვის ხის ანთება კი 25 დეკემბერს არის დაგეგმილი. ამ დღეს გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებაც, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. საღამოს გალა კონცერტზე კი ანრი ჯოხაძე, ოთო ნემსაძე და სხვა მომღერლები იმღერებენ. ღონისძიება ტარდება საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოს და ოზურგეთის მერიის ორგანიზებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 53 პირი პასუხისგებაში მისცეს. დაკავებულია 49 პირი. ხოლო 14 პირი დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის 5 კანონიერი ქურდია. მათ ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა. დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლები. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ ყოფ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში.
ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით სხვადასხვა დროს საქართველოში და საზღვარგარეთ ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ ყოფი კანონიერი ქურდებიც მონაწილეობდნენ. ბრალდებულები შეკრებებზე ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებდნენ ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ მათ მითითებებს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად მიმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ ყოფ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა, 223 სეკუნდა, 223 ტერცია და 223 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში ჩამოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულების ბარგის შემოწმების შედეგად ჰერმეტულად დახურულ პაკეტებში მოთავსებული 1 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და 91 ელექტროსიგარეტი ამოიღეს, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სითხე იყო მოთავსებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 262 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეისათვის სულ ეს გახლდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.